მოგესალმები მაყურებელს. ტურისტული მაჩვენებლის ზრდისთვის შეიძლება ეს გამოყვან თუ შემომყვან ტურიზმს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი ავიაკომპანია ოპერირებდეს საქართველოში. რა კრიტერიუმებით ხდება დამატებითი მიმართულებების შერჩევა ავიაკომპანიის მხრიდან და ზოგადად რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ კუთხით განვითარებისთვის, ამ საკითხებზე სასაუბროთ. ჩემი დღევანდელი სტუმარია ავიარეფსის საქართველოს და სომხეთის ოფისების რეგიონალური დირექტორი ლალი ბეშკენაძე. ლალი, დილამშვიდობის. დილამშვიდობის, ანა, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლალი, პირველ რიგში მოდი GSA-ის საკითხს რომ შევეხოთ. ავიარეფსი არის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ავიაკომპანიების GSA იგივე როგორც გენერალური გაყიდვების აგენტი. რა როლი აქვს, ზოგადად რას წარმოადგენს ხოლმე GSA სხვადასხვა ქვეყნებში წარმომადგენლობით და ზოგადად რა როლი აქვს მას სხვადასხვა ავიაკომპანიის შესვლასთან დაკავშირებით სხვადასხვა ბაზრებზე? მოკლედ რომ თქვა, GSA ეს არის გენერალური გაყიდვების აგენტი, General Sales Agent. რაც შეეხება ავიარეფსი არის საერთაშორისო კომპანია, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, 32 წლის მანძილზე ოპერირებს მსოფლიოს 77 ქვეყანაში. ძალიან წარმატებულად ოპერირებს, იმიტომ რომ 2025 წელს ავიღეთ საუკეთესო GSA სტატუსის ტიტული, ასე ვთქვათ. რას აკეთებს GSA ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის? პრაქტიკულად GSA არის ავიაკომპანიის თუ სხვადასხვა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიისთვის იგივე წარმომადგენელი, რომელიც პრაქტიკულად ყველანაირ კომერციულ, მარკეტინგულ თუ ნებისმიერ საჭირო ოპერაციას ატარებს ბაზარზე ავიაკომპანიის ან ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელის მაგივრად. ანუ იგივე არის წარმომადგენელი. ფაქტიურად და თვალია იგივე ავიაკომპანიის იმ ბაზარზე. და რო დავავიწროვოთ, ასე ვთქვათ, კონკრეტულად საქართველოს ნაწილში, რას აკეთებს GSA, ზოგადად რა პოტენციალი აქვს საქართველოს როგორც ქვეყანას ავიაკომპანიების მოზიდვის კუთხით, ანუ უფრო დაინტერესებულები არიან ევროპული, აზიური თუ ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანიები? რო დავავიწროვოთ, კონკრეტულად ნაბიჯებს, რაც შეეხება GSA-ის ფუნქცია, არის ნებისმიერი ტურისტული სააგენტო იქნება თუ კორპორატიულ სეგმენტთან ურთიერთობა თუ ტარიფების პოლიტიკის ანალიზი თუ ნებისმიერი ის რაც საჭიროა ავიაკომპანიამ იოპერიროს და იმუშაოს ბაზარზე წარმატებულად. ეხლა ბოლო პერიოდის განმავლობაში და არა მარტო ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი ავიაკომპანია ირჩევს GSA-ის სტატუსით შესვლას ახალ ბაზარზე, იმიტომ რომ მისთვის ეს ბევრად მარტივია. იქირავ, ასე ვთქვათ, გუნდი, რომელიც არის ძალიან წარმატებული და პროფესიული იმ ბაზარზე კონკრეტულად, რომელ ბაზარზეც შედის. და ანუ დიდი გიგანტებიც კი ირჩევენ უკვე ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს Etihad Airways და Condor-ის ავიახაზებს. კონდორი ევროპულია, Etihad-ი, დიახ, ახლო აღმოსავლეთის ავიაკომპანია, ერთ-ერთი გიგანტი. პრინციპში კონდორის მხრივ ალბათ უფრო ევროპის მიმართულებით ტრანზიტული ფრენებით. კონდორის მხრივ კი ბატონო, პირდაპირ ეს კონდორს აქვს ჰაბი ფრანკფურტის აეროპორტში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თბილისი-ფრანკფურტის რეისის ქონა და რა თქმა უნდა ფრანკფურტის გავლით ეს არის მთელი მსოფლიო, ასე ვთქვათ, ტრანზიტული მიმართულებები. საქართველოს ძალიან საინტერესო ბაზარია ბევრი ავიაკომპანიისთვის, როგორც აზიური იქნება ეს თუ ახლო აღმოსავლეთის თუ ევროპული ავიაკომპანიისთვის უბრალოდ ბევრი ფაქტორია იმისა, როგორ დავაინტერესოთ და რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მეტი ავიაკომპანია მოვიზიტოთ. ლალი, ხშირად გაგუგია მოსაზრება, პრინციპში ყოველთვის ამაზეა საუბარი, თუ როგორი საინტერესო მდებარეობა აქვს აქ ისტორიულად, რომ მოუყვეთ იქიდან მოყოლებული, რომ გეოგრაფიულად რამდენად საინტერესო ადგილზე მდებარეობთ, ასე ვთქვათ. აი ამ კუთხით რამდენად გვაქვს ზოგადად ავიაკომპანიების ნაწილში ადგილობრივი ძლიერი ავიაკომპანია არის ხოლმე როგორც წესი, ანუ მარტო მდებარეობა არ არის საკმარისი ამის თქმა მინდა. ადგილობრივი ძლიერი ავიაკომპანია არის იმისთვის საჭირო, რომ როგორც ჰაბი შევდგეთ ჩვენ ქვეყანა. ამის გათვალისწინებით, რადგან ამ წუთისთვის არ გვაქვს, ასე ვთქვათ, იმდენად ფართო არჩევანი, აი რა შეიძლება გაკეთდეს, ან შეიძლება თუ არა ზოგადად საქართველოს რომელიმე აეროპორტი თბილისი იქნება
იქნება ქუთაისი თუ ბათუმი, განვიხილოთ როგორც ერთ-ერთ მიმზიდველ საინტერესო სატრანზიტო ხაბად. კი, ნამდვილად გეთანხმები იმაში, რომ ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, იმიტომ რომ სადღაც გასაყარზე ვართ ევროპისა და აზიის შორის და საკმაოდ მიმზიდველია ეს ბევრი ავიაკომპანიისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი გზა იმისა, რომ საქართველოს ჩამოყალიბდეს როგორც ტრანზიტული ჰაბი, არის ყველაზე მარტივი და ყველაზე ისეთი მიღებული გზა, ეს არის ნაციონალური გადამზიდავი, რომელსაც აქვს ძალიან ფართო და ისეთი ქსელი. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. შეიძლება საქართველოს დავაინტერესოთ როგორც ტრანზიტული ჰაბი სხვადასხვა ავიაკომპანიები, საქართველოსი დავაინტერესოთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაა საჭირო, ბევრ ავიაკომპანიასთან არის მოლაპარაკება საჭირო, ბევრად უფრო მეტი მიმართულების დამატებაა საჭირო, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აეროპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ტრანზიტული მგზავრის გამტარიანობის უნარი ჰქონდეს უფრო დიდი, ვიდრე აქვს დღესდღეობით. და ბევრი თვითონ ავიაკომპანიის დაინტერესება საჭირო, რომ ის ნებისმიერი ავიაკომპანია დაინტერესდეს გააკეთოს ტრანზიტული სტოპი საქართველოში და გააგრძელოს მერე გზა ნებისმიერი თავისი მიმართულებით. ამ ნაწილში თუ ყავს რეგიონში კონკურენტი ჰაბი, ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნისა. კონკურენტი ჰაბი, როგორ მე განვიხილავ კავკასიის რეგიონს, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო. ჯერჯერობით ვართ რეგიონის ლიდერები, გადაზიდულ მგზავრების რაოდენობის სტატისტიკას თუ გადავხედავთ. საქართველოს ასე ვთქვათ გაატარა 8.5 მილიონი თუ სტატისტიკის დეპარტამენტს დავეყნობით ინფორმაციით, იგივე პერიოდში 2025 წელს მაქვს ლაპარაკი, იგივე პერიოდში აზერბაიჯანს ყავდა 7.6 მილიონი მგზავრი, ხოლო სომხეთს ყავდა 5.7 მილიონი მგზავრი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ვართ რეგიონის ლიდერები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გავითვალისწინოთ, ვინ როგორ იზრდება. აი პირველი ნახევარი წლის 2026 წლის პირველი 6 თვის მონაცემით, მაგალითად სომხეთმა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, ეს არის დაახლოებით 9%-იანი ზრდა. წინა წელთან კი, რა ძალიან მაღალია. ჩვენს გვაქვს ზრდა დაახლოებით 3-5%-ია ჩვენი ზრდა, აზერბაიჯანსაც ანალოგიურად 6%-ამდე აქვს ზრდა. ანუ მე დიდი იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ ამ ტენდენციას და მე მინდა შევახოთ ევროპულ ავიაკომპანიებს, რადგან ბაზარზე ევროპული ავიაკომპანიების სიმრავლე ზოგადად ძალიან ბევრ რამეში გვეხმარება. როგორც ქვეყანა ფასწარმოქმნაში, რაც ყველაზე სენსიტიურია ხოლმე ადამიანებისთვის, ხო, რომ ავიაბილეთის ფასი იყოს ადეკვატური დაბალი, ან საშუალო ფასი და არა მაღალი. ვთქვათ, თუ შევადარებთ ქვეყნებს, სადაც საერთოდ არ დაფრინავენ ევროპული ავიაკომპანიები, იქ საშუალო ავიაბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია, ან ბევრად მაღალია იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ევროპული ავიაკომპანიები დაფრინავენ. აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ ვთქვათ, არ შენელდეს ეს ევროპული ავიაკომპანიების ფრენების სიხშირე საქართველოს მიმართულებით და ზოგადად აი ეს მათი შემოსვლისას რა არის ის ინდიკატორები, რასაც ეს ავიაკომპანიები აკვირდებიან, უყურებენ და რაც არის მათთვის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბაზარზე ოპერირება დაიწყოს. იცი როგორ არის, მე უფრო ვიტყოდი, რომ საქართველოს ბაზარი, საჰაერო ავიაციის ბაზარი, ასე ვთქვათ, უნდა იყოს დივერსიფიცირებული. კი, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული ავიაკომპანიის, რაც უფრო მეტი ევროპული ავიაკომპანია გვეყოლება ბაზარზე, მით უფრო ხელმისაწვდომი ვიქნებით ევროპის ბაზრებისთვის და ჩვენთვის ეს სამიზნე ბაზრებია, ასე ვთქვათ. და დამატებით ასევე როგორც შემომავალი მგზავრისთვის, ასევე გამავალი, ანუ ქართველებისთვის არის ძალიან მოსახერხებელი ბევრი ევროპული რეისი. თუმცა მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ ევროპული ავიაკომპანიის მოზიდვაზე არ უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აბსოლუტურად ყველას მოზიდვაზე. ეს იქნება აზიური დიდი კომპანიები, ავიაკომპანიები, იმიტომ რომ აზიაც, ახლო აღმოსავლეთიც, ევროპაც გვაძლევს დამატებით ახალ კარებს, ასე ვთქვათ, გამავალ. რატომ ვიკითხე ეს? ან ზოგადად საკმაოდ ხშირად გვესმის მგზავრების მხრიდან უკმაყოფილება ევროპული ავიაკომპანიების მიმართ, რადგან თქვა გარკვეულწილად ეს ავიაკომპანიები ცდილობენ, რომ თქვა ფასი იმისთვის, რომ დაბალი ფასი შეინარჩუნონ, ამის გამო გარკვეულ კომპრომისებზე უწევთ წასვლა, ხო? ისეთ კომფორტს ვეღარ სთავაზობენ, როგორც აზიური ავიაკომპანიები. აი, მოდი ევროპულ კომპანიებს რომ კონკრეტულად დაუბრუნდეთ და შევეხოთ, უფრო ევროპულმა კომპანიებმა მოგვიტანა ჩვენ ბევრად
უფრო მაღალი, ასე ვთქვათ, ცოდნა მგზავრის უფლებებზე და მაღალი სტანდარტები, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, ფასს წარმოქმნას რაც შეეხება, აქ უკვე კონკურენცია ქმნის უფრო ფასს და არა ნებისმიერი ევროპული კომპანია, თუ ვთქვათ, ერთ ხაზზე, ვთქვათ, თბილისი-ლონდონის მონაკვეთზე თუ ოპერირებს 2, 3 ან 4 ავიაკომპანია, რა თქმა უნდა, ფასის კონკურენცია უფრო ჯანსაღი იქნება და შემდეგ უკვე მგზავრს ექნება მის საშუალება, რომ ხარისხით აირჩიოს ავიაკომპანია, ხოლო რაც შეეხება ხარისხის გაუმჯობესებას, რა თქმა უნდა, ავიაკომპანიისთვის პირველი, ჩვენ ვართ ის ბაზარი, რომელიც პირველ რიგში ვუყურებთ ფასს, შემდეგ უკვე სერვისს. ახლა თუ გვინდა იაფი ფასი, მაშინ რაღაცა სერვისები უნდა დავთმოთ და რაღაცაზე უარი უნდა ვთქვათ. და რაც შეეხება რეგულაციების კუთხით, ახლა რამდენიმე წლის წინ, ახლა 10 წლის წინ არავის აზრადაც არ მოუვიდოდა, თქვა დაგვიანებულ რეისზე ან გაუქმებულ რეისზე რაღაცა კომპენსაციების მოთხოვნა. ხო, ეს ყველაფერი მოიტანა ევროპულმა რეგულაციებმა და ევროპულმა ავიაკომპანიებმა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად მგზავრები ამით ცოტა უხეშად და ეს სარგებლობენ ხოლმე. ამ რეგულაციებით, ასე ვთქვათ და. ლალი, ბოლოს მინდა გითხრა აუცილებლად ამ ნავთობის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ნავთობის ფასი პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო პერიოდში, რამაც გამოიწვია ზოგიერთი რეისის გაუქმება, ასევე ზოგიერთი რეისის ფასების გაზრდა სხვადასხვა ავიარეისებზე. ზოგადად აი რამდენად არის მოლოდინი იმის, რომ თუ მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, ერთი რომ ფასი მეტად აღარ გაძვირდება, თუ თქვათ ნავთობის ფასი აღარ მოიმატებს და მეორეს მხრივ იმ შემთხვევაში თუ დაუბრუნდა ნავთობის ფასი თავის ძველ ნიშნულს, რამდენად ფიქრობ რომ გაიაფდება ისევ ავიაბილეთები. იცი როგორ არის, ესე მარტივად გაიაფება სამწუხაროდ არ ხდება ხოლმე. ჯერ ესერთით ეს ყველაფერი დაემთხვა მაღალ სეზონს და მაღალ სეზონზე ისედაც სულ რომ საწვავის ფასი არ გაძვირებულიყო, ბილეთებზე მაღალი მოთხოვნა და ამიტომ ფასი ბევრად უფრო ძვირია და რაც შეეხება საწვავის ფასს, ჯერჯერობით სამწუხაროდ ის ტენდენცია არ ნარჩუნდება, რომ ვთქვათ რაღაცა პერიოდის განმავლობაში საწვავის ფასი არ თამაშობს და დგას ერთი და იგივე ნიშნულზე. საკმაოდ თამაშობს, ასე ვთქვათ, ეს ფასი. არ არის სტაბილური და სანამ არ დასტაბილურდება, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ავიაკომპანია რას და როგორ დაგეგმავს და როგორ გადაანაწილებს თავის ხარჯებს, იმიტომ რომ საწვავის ფასი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ტარიფის შემადგენლობაში და აქედან გამომდინარე თუ სტაბილურად იქნება დაბალი, შენარჩუნდება დაბალი ფასი, კი, რაღაც დრო დაჭირდება ნამდვილად, კი, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი შემდეგ უკვე აისახება ბილეთის ფასზე. თუმცა საწვავის გამო ბევრმა ავიაკომპანიამ ბევრი რეისი გააუქმა და ვთქვათ, სეზონური რეისები რაც უნდა შესრულებული იყო, გადადო მომავალი წლისთვის, ასე ვთქვათ. ლალი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ასეთ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის, ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებლისთვის. დღეისთვის კი ამით დაგემშვიდობებით, მომავალ ხუთშაბათამდე.